მოგესალმებით. ვიფასო საქართველოს მოქალაქეებო, სრულიად საქართველოს, პირველ რიგში სოლიდარობა ყველა დაშავებულს ბათუმში და ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა დასრულდება მსხვერპლის გარეშე. და მადლობა მაშოთა კორპუსს, რომელიც და ექიმებს, რომლებიც იბრძვიან ახლა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბათუმში, ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ახლა კი თავარი მიზეზი დღევანდელი ჩემი ბრიფინგისა მე ახლა ვიმყოფები ზუგდიდში. თქვენ მოგეხსენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები ბრჭყალებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით ზუგდიდში 2 ოქტომბერს. შანტაჟი, სხვადასხვა სახის მუქარა, ძალადობა, ეგრეთ წოდებული კარუსელების დატრიალება, ეგრეთ წოდებული მოკრიმინალო ელემენტების ჭიდრო კავშირში ყოფი სუსტან და ძალოვან სტრუქტურებთან სირბილი წინ და უკან ოპოზიციად განწყობილი ამორჩევლებისთვის, ძალდატანებით მათი ნაწილისთვის პირადობის მოწყობების ჩამორთმევის უამრავი შემთხვევა, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძალიან კარგად იცით, ეს ყველაფერი აისახა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში და თავადაც იხილეთ ტელევიზიების მეშვეობით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და ოლიგარქის ძალადობას და პირწმინდად დაამარცხა ქართული ოცნება ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში. ესე იგი, ამ ყველაფრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც ისინი დაარწმუნდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მთლიანად ჯამურად ოპოზიცია გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში უკვე ნაციონალური მოძრაობა აკომპლექტებს უმრავლესობას საკრებულოში და ქართული ოცნება როგორც ასეთი აღარ არსებობს საკრებულოში უმრავლესობის სახით ადგენენ და ჩემს გვერდით დგას ჩემი მეგობარი მანუჩარ პიპია პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი პირველ ტურში ვიმეორებ გამარჯვებული მაჟორიტარი გუშინ ღამე ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა ხელოვნურად პროცესი დაძრეს ხმის გადათვლისა, გადაითვალეს თითქოს ხმები და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულ დეპუტატად. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, ხახტო. წარმოიდგინეთ, ესე იგი, უბანზე სადაც მანუჩარ პიპია გამარჯვება მოიპოვა მის ოლქში, ისე დაიწყო და დასრულდა არჩევნები ქართული ოცნების დამკვირვებლებმა და ისინი უმრავლესობით არიან იქ წარმოდგენილი, ხო, 2 ოქტომბერს ასეც იყვნენ. 17 ხახო თავის კომისიის წევრებიან, დამკვირვებლებიან, წარმომადგენლებიან, 17 ერთი საჩივარი არ დაუწერიათ 2 ოქტომბერს. და ვის შეეძლო 17 ადამიანის წინააღმდეგ წასულიყო, ხო, გარეთ როდესაც მთელი პოლიცია, პროკურატურა და კრიმინალები და შემდეგ მათი მოკავშირეები იყვნენ. მათაც კი აღიარეს, რომ გამარჯვება იყო მანუჩარ პიპიას ნაციონალური მოძრაობის. ვერაფერს ვერ გახდნენ. მაგრამ ამის შემდეგ ხდება ის აუცილებლად, ხახტო. ოლქში სადაც საჩივარის კი არ დაუწერია ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების სიიდ გასული ერთ-ერთი დეპუტატის მამამ გაასაჩივრა ხელოვნურად მანუჩარ პიპიას ოლქი და აქედან გამომდინარე გუშინ ესე ქურდმაცაცურად დასხნენ და ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული და კაცი, რომელიც გუშინ ამ დროს იყო გამარჯვებული, დღეს გამოაცხადეს დამარცხებულად. არც ერთი ტომარა, არათერი საცავი, არაფერი დალუქული არ აქვთ. რასაც უნდა ლუქს ხსნიან, რასაც უნდა ლუქავენ, რასაც უნდა ჭრიან და კერავენ, ხახტო. მაგრამ ვერ აღწევენ მაინც საწადელს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც უმრავლესობაშია ოპოზიცია დღეს. მაგრამ რა არის გამოსავალი, ხახტო? ხედავთ როგორი განუკითხაობაა მთელი ქვეყნის ფარგლებში, ხო? სრულიად ყველა ქალაქში, ხახტო. რა იკადრეს ზუგდიდში ძალიან გთხოვთ და ქართული ოცნების ამორჩევლების შემორჩენილი ქართული ოცნების თუ ეხა მისმენთ
გუშინ რომ გამარჯვებული იყო ადამიანი როგორ იქცა დღეს დამარცხებულად და თქვენ პატივისცემით მიუხედავად ყველაფრისა აი მოგმართავთ განსაკუთრებით ქართული ოცნების წარმომადგენლებს რას გვირჩევდით ჩვენ თვალები დავხუჭოთ თვითონ ვერ შევიმჩნიეთ ეს ძალადობა და საარაკო გაყალბება და არ ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ზუგდიდი არის ქალაქი სადაც ვერც ხედრიონმა და ვერანაირმა ტერორის ძალამ ზუგდიდი ვერ დაამცირა და ვერ დააშინა და ვერანაირი ქართული ოცნების კორუმპირებული საარჩევნო ზონდერი ბრძოლაზე უარს ჩვენ ვერ გვათქვევიებს და არ ვიტყვით ხახო ბრძოლა იქნება დღეს და აქ ხვალ და აქ მანამ სანამ სიმართლე არ დამტკიცდება მანამ სანამ ქართული ოცნება არ აღიარებს და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ გაიგეს რა ჩაიდინეს გუშინ მე პირადად მქონდა არაერთ ელჩთან საქართველოში უკვე საუბარი სატელეფონო და მეწუნეთ ადამიანი არ არის ვინც არ არის სოლიდარული დღეს მანუჩა პიპიასადმი არ არსებობს ღირსების საკითხია ხახნო ღირსების საკითხია ზუგდიდელებო ღირსების საკითხი არის მეგრელებო ქართველებო ან გაიმარჯვებს სიმართლე ან გაიმარჯვებს ღირსება ან აი ესე ქურდულად უბრალოდ მოგებულს გამარჯვებულს როცა უნდათ რანაირადაც უნდა გამოაცხადებეთ დამარცხებულად ვერ იქნება ჩვენს გვამებზე უნდა გადაიაროთ არა მხოლოდ ღირსებაზე ვერანაირად ვერ იღირსებით ამას ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას შემთხვევით მე აქ არა ვარ ახლა ზუგდიდში მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს ზუგდიდში და ზუგდიდელებს ვთხოვ და ზუგდიდის რაიონში მაცხოვრებ ადამიანებს რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონს და სამეგრელოს მთელ საქართველოს და ყველა საერთაშორისო ჩვენმა პარტნიორმა შეხედოს რა ხდება საქართველოში რომ დარწმუნდეს სად არის სიმართლე ხახნო ესე იგი ფასი არა აქვს ამ მრჩევლის მიერ გამოხატუნებას ნაწილობრივ რო არ ქონდა ვიცოდით მაგრამ ამ პირობებშიც ვიბძვით და მაინც გიგებთ და ვერაფერს რო ვერ ხდებით მე უბრალოდ კალმისტანს იღებთ ფურცელზე წერთ სხვა ციფრებს და სხვა რიცხვებს და სხვა პროცენტებს და ამაზე გინდათ თქვენ ამის შემყურე გინდათ რომ არ ვიმოქმედოთ და არ ვიბრძოლოთ პრინციპის საკითხია ღირსების საკითხია მომავლის საკითხია და თავმოყარეობის საკითხია ბოლო ამიტომ მოგვიანებით საღამოს ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენ საქმის კურსში ჩაგაყენებთ თუ ხვალ რომელ საათს უნდა შევიკრიბოთ ზუგდიდში და მოდით სიმართლისთვის ვიბრძოლოთ და არ ვიბრძოლოთ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის და ოპოზიციისთვის თავი დაანებეთ ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელი ან რომელი გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის ოფისიდან ატარებს ახლა პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგს თუ არა ნებისმიერი ნეიტრალური ადამიანი ახლა რაზეც ვსაუბრობ როგორ შეიძლება იყოს გულგრილი ხახნო როგორ შეიძლება და აი ასეთი გადაწერის შემდეგ აი ესეთი ნახინჯი ფორმებით როდესაც გააფორმეს გუშინ ღამე ქურდულად ასევე ქურდულად მიაპარეს ქართული ოცნების პირველ ტურში დამარცხებული მერობის კანდიდატი მომზადებულად და კამერების წინაშე დააყენეს და რა გააკეთა და რა თქვა არ გაინტერესებთ დადგა გასწორდა და თქვა ნაადრევი ყოფილა ხომ დარწმუნდით ნაციონალური მოძრაობის ზეიმიო აგერ თურმე ერთი მანდატი ჩვენი ყოფილა და არა მათიო ამ სპექტაკლში მონაწილეობას გულწრფელი ხალხი და ქართველები აღარ ვაპირებთ ხახტო ჩვენ ვაპირებთ რეალურ ცხოვრებას რეალურ დიახაც და არა ბიძინა ივანიშვილის სცენარით გაწერილ ქვეყანაში გამაგდით ხახტო მაგრად იყავით ვიბრძვით თითოეული ხმისთვის თითოეული მანდატისთვის სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიждდეს და ხალხი იცით თქვენ წირავს სიცოცხლესაც და ჯანმრთელობასაც მათ შორის ციხეშიც თავისი ნებით შესული ადამიანები რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ
მაგრამ ჩვენი თავებისთვის არა და არ ჩვენი ოჯახებისთვის. ვაკეთეთ პირველ რიგში ამ ქვეყნის მომავლისთვის. იმიტომ რომ არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა ხვალ ზეგ 20-25 წლის შემდეგ გითხრათ რომ იცით რა რატო არ გამოიჩინეთ შესაბამისი ენერგიულობა შესაბამისი ძალისხმევა რატო არ გაიღეთ აგელაგბათ ეს ძალადობა არა ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჩვენ შვილებს არ მივცემთ ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე დროებით გემშვიდობებით ეხა სულ რამდენიმე საათით და მთელ ზუგდიდს ხვალ კონკრეტულ საათს ვაცნობებ და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ზუგდიდში გამოვიდეთ ზუგდიდში და გავაპროტესტოთ ისე როგორც ამ ხალხს ეს ეკადრება დიდი მადლობა და მანუჩარ გამარჯვი ჩემო ძმაო ვალში ვართ იმიტომ რომ ეს მე ვიცი ამ ადამიანის გულში ახლა რა ხდება ხახტო კრიმინალებს ებრძოდა იგერიებდა ძალადობის ფაქტებს მოსყიდვებს ეგრეთ წოდებულ რაც აღნიშნე კარუსელების ტრიალს ასე შემდეგ ამ პირობებში მშობლებთან ერთად ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრებთან ერთად გამოსტაცა გამარჯვება შიშველი ხელით დაიცვა მაქსიმალურად თავისი ხმები და ჩუმად გუში ღამე გადაუწერეს და რა უნდა გააკეთოს მანუჩარმა ახლა არ ვიბრძოლოთ არა გენაცვალე ნურავის ნუ ეწყინება ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბოლომდე დიდი მადლობა და კარგად გამდებოდეთ